შენ რო სიტყვა გიყვარს იმ სიტყვით დაიწყე. გამარჯობა. დავიწყებ ამ სიტყვით და აქვე ვიტყვი მაყურებელს ვეტყვი რომ თუ ცოტა ნერვიულობა შეგვატყეს არ გაგვიბრაზდნენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის ოცნება ამის უნდა მე პირადად ბატონ მურმანს რო შევხვდი და მასთან მithumetes ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მოგვეცა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მურმან რომ დრო გამონახეთ. თქვენ ახალგაზრდებს რო გაინტერესებთ. რას ლაპარაკობთ? გუში რო დაგირეკეთ ბატონო მურმან. გუში მე დაგირეკეთ და რო გამოდიოდა ზარი ჯერ ნერვიულობდი რომ მიპასუხებს მეთქი და თქვენი ხმა რო გავიგე უნებურად წამოვდექი ფეხზე დამჯდარი ვერ გელაპარაკეთ. ისეთი მოკლედ ძალიან ბედნიერები ვართ ორივე და ძალიან დიდი მადლობა რომ გაიხარეთ. ხერხდა ჩვენი შეხვედრა რომ თან ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ. რასაც ქვია მამაშვილობა, შვილი რასაც ქვია და როგორ უნდა აღზარდოთ კარგი და ღირსეული შვილები. მიშო სანამ ინტერვიუს დავიწყოთ, კარგი ნოტით დავიწყოთ, საჩუქრებით დავიწყოთ. ჩვენ ყავს ბატონ მურმან არაჩვეულებრივი მეგობრები. რადიო ფორტუნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობარი და პარტნიორი და ასევე ყავს მეგობარი სუთი ფაუერი, რომელსაც აქვს ჩურჩხელა განსხვავებული მეთოდით, უძაფო ჩურჩხელა, პატარა კუბიკებით, აქვს ბროწეული, შოკოლადის და სტანდარტული ყურძნის ჩურჩხელა და ესეთი კარგი. საჩუქარიც მივიღე. კი ბატონო, ეს ჩურჩხელები გამოგვატანეს თქვენთან. მადლობა. ჩვენი მეგობარია არაჩვეულებრივი ბენზინ გასამართი ქსელების სადგური Connect-ი, თავისი ბრწყინვალე მომსახურებით, არაჩვეულებრივი სლოგანით, შენი კავშირი გზასთან და რაც თავია მთელ საქართველოში აქვს ქსელი. სლოგანი და მომსახურება და საწვავია კარგი ლადო. რა თქმა უნდა, პრემიუმ ხარისხის უმაღლესი საწვავი. ეგ ისეთი რაღაცა მაგას ხაზია გავს, იმიტომ რომ Connect-ი კარგ საწვავთან ასოცირდება. პრემიუმ ხარისხის საწვავია. და ეს სახლამდე მივიყავ თო მო. რა თქმა უნდა, საწვავი მეტი მე ახლა გამოგვატანეს თქვენთან, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოგვიყვანოთ. ო, ეხლა დავიწყეთ ჩემო ლადო. ბატონო მურმან, პირველი კითხვა გვაქვს ხოლმე, პირველი რაც გვაინტერესებს პირველ რიგში. როგორი мама არის ხოლმე ჩვენი რესპონდენტი, რა სიტყვის თავის მამობაზე და პირველი კითხვა თქვენთან ეს არის როგორი мама ბატონი მურმან ჯინურია. როგორ გითხრათ, რა ვიცი, აბა ახლა შვილი რო გიყვარს, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ მე არის ხოლმე იქ რა პროფესიის ახარ სხვადასხვა პროფესია მოქმედებს ურთიერთობაში მე ოჯახს, შვილზე და ასე შემდეგ. რა ვიცი, მინდა რომ როგორმე იყოს გზნობიარე. აი მთავარი ეხლანდელ თაობას მე ვფიქრობ, ყველაზე უფრო აი ეს ფანტაზიის, ოცნების საშუალება მოუსწრაფა ამ ტელეფონებმა და YouTube-ებმა და რაღაცებმა. ხო მე შვილი როგორც არის, ისე არის ყველა შვილები, რომ ეს ამ დრო მოიტანა. უბრალოდ მინდა ურჩიო ახალგაზრდებს, რომ როცა ჭირდებათ, მაშინ ისარგებლონ და მიდის ცხოვრება წინ და ისე მოიხმარონ და არა ისე რომ ყოველთვის იყოს, იმიტომ რომ აი მე შემამჩნიე, როდესაც აინტერესებთ რაღაცა ფანტაზია, გზნობა, ემოცია უკანა პლანზე გადადის და პირველ პლანზე არის ინფორმაციის მიღება. და მარტო ინფორმაცია არ არის ცხოვრება. ცხოვრება არის ემოცია, შენი წარმოსახვა, შენი ოცნება, შენი ფანტაზია, რას როგორ გააკეთებ, ცოტა დრო რჩება თავისთვის და აი ურჩევდი რომ უფრო მოიხმარონ ეს ლიფტი და არა ემსახურონ ლავდებს. ძალიან ბევრი დრო მიაქვს, ფუჭად კარგავთ. ხო, აი მე ამას ვატყობ და ჩემ შულსაც ამას ვეუბნები ხოლმე და სხვებსაც მინდა ურჩიო რომ თავარი არის რომ შენ ნუ დაივიწყებ რომ საქართველოში ხარ, ქართველი ხარ. ნუ დაივიწყებ რომ ხელოვნება არსებობს. აი მე ჩემ მშობლებთან სიბერის შვილი ვარ და მე და ჩემი ძმა უფრო უგებდით დედას და მამას, ეხლა უფრო ახლოს არიან მშობლები თავისი აზროვნებით, მაგრამ რაღაც კავშირები ირღვევა და მე ვფიქრობ, იმიტომ იყო ჩვენი მშობლები და მე და ჩემი ძმა უფრო ახლოს,
იმიტომ რომ ხელოვნებაზე ლაპარაკობდნენ, აი სულ არ იყვნენ ისინი, პედაგოგები იყვნენ, ერთი ისტორიკოსი იყო მამა, დედა ქიმიკოსი. მაგრამ აი ხელოვნება გვაერთიანებდა. პიროსმას არა აქ ნათქვა, მე დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე. ხო, აი ეს არის უძვირფასესი სიტყვები. და დედას დაყავდით სპექტაკლებზე ხშირად რამდენად? დედას დაყავდით სპექტაკლებზე ხშირად. ძალიან ხშირად. აი პატარობიდან დავდიოდით. ახლა ჩემი ძმაც და მეც 1-2 წელია განსხვავება, მაგრამ მე გავხდები მსახიობი, ინჟინერია და მაგრამ ის ისე ყვებოდა უშანგი ჩხეიძეზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, რომელიც მე არ ავქოლდა ლალახი ხო, მისი ახალგაზრდობის სტუდენტობის ისა და მე რახან თეატრალი იყო, აბონემენტები ქონდა მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრის დედაჩემს და ბავშვების სკოლაში ვსწავლობდით, დილის სპექტაკლებზე სულ დავყავდით. ან არ დადაგები რო ქონდა საგაზაფხულო, საშემოდგომო, ან საახალწლო, აი სულ სპექტაკლებზე დავდიოდი და უდიდესი მსახიობები ნახე მაშინ სერგო ზაქარიაძე, გიორგი შავგულიძე, ვერიკო, სესილია, რა ვიცი, ყველანი, რა ვიცი, აკაკი ხორავაც ნანახი ყავს, ასო გუძიაშვილები და ყველანი აი ეს დიდი და შემდეგ ბედმა გამიმართლა ხო ჩემო ბედმა რომ უდიდეს მსახიობებთან ყოლდა ურთიერთობა როგორც სცენაზე, რეპეტიციაზე, სუფრაზე, ქუჩაში, მოგზაურობაში და ეს შევსება თუ გაქვთ ვინი, თუ გაქვთ თვალი და ყური, მარტო იმათ ლაპარაკით შეიძენ რაღაც ისეც, რასაც ვერ გასწავლის ინსტიტუტი. მაშინ პატარა მურმანი წარმოიდგენდა, რომ ამ დიდ ადამიანებთან ერთად სცენაზე დადგებოდა. ვნატროვდი, ვოცნებობდი. რომ აი მე ახლა მაშინ როგორ იყო იცი ქუჩაში დაინახავდი რუსთაველზე ხან ვასო გუძიაშვილს, ხან ვერიკოს, ხან სესილიას, პოეტებს, წერლებს და ხედავდი და შევნატრდი აი ჩულად ვიზდევდი უკანო დიდხანს დამემახსოვრებინა რა როგორები არიან ცხოვრებაში და მე წარმოგიდგენია თუ ასო გოზიაშვილთან სტუდენტი ვიყავი და ასოსთან ვითამაშე გივი ვერიკაშვილთან და მე რამაზ შიფაძესთან ეროს ივანჯი კოტე ვახარაძე სოფი კუჭიაურელი ყველა მსახიობთან ქონია ურთიერთობა პროფესიონალური ან თეატრში, ან კინოში, ან ტელევიზიაში. თითქმის ყველასთან ნათამაშები ვარ. და აი ახლა ეს ურთიერთობა ჩემი სიმდიდრეა და ახლა დღეს თქვი სპექტაკლის რო დამთავრდა მე რომ მე მე-20 საუკუნის მსახიობი ვარ. აი იქ უფრო მეტი გრძნობა და ემოცია, უფრო მეტი გულწრფელობა, უფრო მეტი წვარი გოლია და აი მინდა რომ ის ატმოსფერო როგორმე გადავცეთ დღევანდელ ახალგაზრდებს თქვენ ნახეთ სპექტაკლზე რამდენი ახალგაზრდა პატარა გოგონა იყო ჩემს უკან და იცით როგორ ტიროდა? ხო რა. აუ და ძალიან მაგარი იყო მაგის დანახვა. მე და რადო საერთოდ ძალიან სულ ადგილზე გვაქვს თვალები და სულ ტირით ხოლმე და ესეც ტიროდა. განსაკუთრებით ის გოგონა როგორ ტიროდა ნეტაკენ ნახა. ხო აი რა არის ახლა რატო ტირის რა ახლა მე სატირელს კი არ ტირი ვარ რაღაც მაგრამ ის სიტყვები მოქმედებს მასზე და ახსენდება თავისი ცხოვრება, თავისი ბავშვობა, თავისი მეგობრები, თავის შობლები, თავის ქვეყანა და აი ეს აკეთებს და ეს თუ არ იქნა, მაშინ ხელოვნებას რა ფასი აქვს? თავარი არის ემოცია, თავარი არის აღმაფრენა. იქ უნდა დაიბადოს, როგორც მე, როგორც მსახიობს ვალდებული ვარ, რომ აღმაფრენაში ვიყო, ისე უნდა გადავიყვანო. ეს არის მთელი სირთულე ჩვენ პროფესიაში. თუ ამ მომენტს ვერ აკეთებ, მაშინ შენ და მაყურებელი დაშორებული ხარ და ახლა თქვენ რო თქვით რომ ცრემლები მოადგა, ეს გზნობებში გადავდია და იმით. იცით როგორ იყო ვიტყურა ამასაც ბატონო მურმან ახალგაზრდობაში, აი როგორი შეყვარებული ვარ თქვენზე ვერ წარმოვიდგენთ. ცუდად ვიყავი ახალგაზრდობაში თქვენ გისმენდით, ბედნიერი ვიყავი თქვენ გისმენდით და
აი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს კიდე გავიმეორებ, რომ დაგთანხმდით და იმისთვის, რასაც აკეთებთ, მთელი სტუდენტობა ვერიკოს თეატრში დავდიოდი ხოლმე და უამრავჯერ მაქვს ნანახი თქვენი სპექტაკლები და ერთი მახსოვს მე რანც ამბობდით და ამ დროს დარეკა ნოკიამ. და ხმა ჩართული ქონდა და ხმა ესე მიუბრუნდით და იმ გოგოს წავუკითხეთ. თან უპასუხა, რაზეც გადავირიე რა. და ხო გახსოვს ნოკიას? უპასუხა და მე რანი წავუკითხე იმ გოგოს მე. რაგინე გამართლებია იმ გოგოს. ბატონო მურმან, მშობლების რეაქცია რა იყო? აი დედას რეაქცია მაგალითად, როდესაც მანამდე დაყავდით ამ დიდი მსახიობების სპექტაკლებზე და მე უკვე მათთან ერთად სცენაზე გხედავდათ. ეს რა ვიცი, ეხლაც ვიყურს, დავვერდი კაც. ხო და როგორ გამიმართლა, რომ ალბათ გვერდით ვიზიდას რა ვიცი, ჩემთვის ისინი იყვნენ კერპები და რაღაც სხვა სამყარო იყო და მე აღმოჩნდი იმათ გვერდით. ამას ვერ აგიხსნით რა არის. ეს არის საჩუქარი ღმერთის. ეს არის ბედის დაგაყენა იმ გზაზე და ერთიც არის რა, ის არ უნდა დაგავიწყდეს შენ ბავშვობაში ასე რომ შენატროდი მათ, როდესაც მასთან ხარ უკვე. აი ეს იმ დროს არ უნდა დაგავიწყდეს. ეხლა იმ დროს ნუ დაიჯერებს, რომ შენს უკვე ისახარ მსახიობი ვისტონ. არა, ის შენი წინამორბედია. იმათგან უნდა აიღო. და იმათგან უნდა მიიღო, რომ მე შენ ვიღაცას შემდეგ თაობას გადასცე. თუ ეს არ ხდება, მაშინ მკვდარია თეატრი, ხელოვნება და ასე შემდეგ. ბატონო მურმან, მამასთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებთ? პედაგოგები ცოტათი მკაცრები არიან ხოლმე, მამაჩემიდან გამომდინარე ქართულის მასწავლებლები. როგორი ურთიერთობა გქონდათ სიმკაცრე თუ ჩვეო და თუ გაგიბრაზებიათ ხოლმე? აბა ალბათ როგორ არის გამიბრაზებია და სულ ვოდიშს ვიხდი ჩემთვის, რომ თუ რამე გაწყენინეთ მეთქი და განერვიულეთ მეთქი, უკვე წასულები არიან ჩემი შოვლები და მაბადიეთ მეთქი თუ ეს ეხლა უფრო ვაფასებ რას მიკეთებდნენ ის შოველი. ეს რო წლები გადის, შენ რო ხარ შოველი და ცხოვრებისეულ გამოცდილებას რომ მიიღებ, მაშინ უფრო გახსოვს ისინი რას გიკეთებდნენ, როგორ გეტყოდნენ, როგორ დაგარიგებდა, როგორ გაგიბრაზდებოდა. ახლა შოველს რო შვილი უყვარს, იმაზე მეტად როგორ შეიძლება, მაგრამ ხო ბრაზდებოდნენ. რაღაც არ მოწა, ეს არ შეიძლება, გეტყოდნენ და უნდა დაიმახსოვრო, რომ ეს არ შეიძლება. იმან იცის, რომ ეს არ შეიძლება, მოქმედებს მე შენს პიროვნებაზე, რა ოჯახის შვილი ხარ, ხო ამბობდე ხოლმე ძველად, რა ვიცი, ახლა ამბობენ თუ არა, აღარ ვიცი. მაგრამ სულ ამბობდნენ, არ უნდა შეარწმუნო შენი ოჯახი, მამა შენი, დედა რომ ხდებოდნენ, მე ხდებიან ეხლაც კი მამას ისინი ურთიერთობაში კულტსაგანმანათლებლო ტექნიკუმში ასწავლიდა მამა. და იქ ძალიან ბევრი კარგი ხელოვანი გამოვიდა, ანზორ ერკომაიშვილი, ფრიდონ სულავერიძე და ბევრი რომ ხდებიან ხოლმე, აი მე ვასო მასწავლებელი, აი ასე გვეუბნებოდა. მამა ჩემი სპეციალობით ისტორიკოსი იყო, მაგრამ იმდელად ეთყობა, კარგად უხსნიდა რაღაცებს, რომ ეს მარტო ისტორია კი არ იყო, არამედ ურთიერთობა იყო ცხოვრებისეული და ალბათ იმიტომ აბახსოვრდებოდა და ახლა შენს ვალდებული ხარ, ახან ასეთი შოვლები ყავდა, ნუ გააფუჭებ იმ გზას. თქვენ თუ იყავით და ხართ კაცი. ალბათ იცი რა, თვითონ ჩვენი პროფესია ისეთი, რომ სხვანაირები ვართ. სხვანაირები ვართ რაღაც. სხვანაირი არ ნიშნავს, რომ ან კარგი ხარ, ან ცუდი. უბრალოდ პროფესია ესე. ექიმი სხვანაირია, ინჟინერი სხვანაირია, მხატვარი სხვანაირია, მსახიობი სხვანაირია, მწერალი სხვანაირია, პოეტი, გალაქტიონს რას გაუგებდი კაცო? სად დაფრინავდა იმას, მაგრამ იქიდან უნდა აიღო რაღაცა. თუ გაქვს მიდრეკილება იქით ამ ხარეს. ბატონო მურმან, სკოლის პერიოდში და პატარა ასაკში თუ კითხულობდით ხოლმე სკოლაში ლექსებს, აი პირველი ლექსი თუ გახსოვთ, რა წაიკითხეთ? ეს არ მახსოვს, მაგრამ კითხულ ისე ძალიან მე დავდიოდი პიონერთა სასახლე იყო, ახლა ახალგაზრდული სასახლე რო ახალგაზრდობის სასახლე. და იქ ვახტანგ ცულაღველიძე იყო ჩემი პედაგოგი და
ძალიან კარგი პედაგოგი იყო და იქ თამაშობდი 3-4 როლი იქ ვითამაშე. მე GPI მაგ დამთავრებული იქაც თამაშობდი სამ სპექტაკლში. და მე გაგრძელდა და იცი თავიდან რო გითხრა რომ აი ესეთი ზოგი არის ბავშვი რომ სკოლაში კარგად კითხულობს და რაღაც საღამოები აი ესეთი არის უფრო სპექტაკლებში ვიყავი და აი და მე უკვე ამოვიდა ის გავიგე იმის მუღამი რა არის პოეზია. პოეზიაში არის მოკლე დროში რაღაცის შეგრძნება, რაღაცის ამოხსნა, ემოციურად და აი ამ მომენტმა ძალიან გამიტაცა. თალიბან გამიტაცა, რომ მსახიობის პროფესია დამოკიდებული პროფესია არისო. თუ რეჟისორმა ვერ დაგინახა, როგორც კაცო, რეჟისორს თავის პროფესია აქვს, შენ მსახიობს შენი პროფესია აქვს. მაშინ იმან ითამაშოს და მე დავდგავ, ესე ხო არ არის. იმას ის ნიჭი აქვს, მე ესეთი უნარი მაქვს. ხო და რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული პროფესიის მსახიობი და უფრო მეტად წავედი მე ამ პოეზიისკენ. იმიტომ რომ მე თვითონ ვირჩევ პოეტსაც, ლექსსაც, სათქმელსაც და მე თვითონ პირდაპირ ტეტ-ა-ტეტ ვარ მაყურებელთან. ჩემი თავარი მსახიობის თავარი იარაღი არის მაყურებელთან ურთიერთობა. ის თუ მიგიღებს, შენ მსახიობი ხარ. რამდენიც არ უნდა წერო შენზე რომ აი ესეთი როლები ითამაშეს. აი იმ დროს, იმ წამს ეხლა დღეს რო სპექტაკლი იყო და იმან რა შტაბეშტილებას მიიღო, როგორც მე ბავშვობაში ვიღებდი, ის მიდგეს სულ გონებაში. იმას უნდა გაყვეს. მე დავვერდი უკვე კაცი და 78 წლის ვარ და მახსოვს 60 წლის და 65 წლის წინ ნანახი სპექტაკლები და მსახიობები. და მეც ვალდებული ვარ რომ დავამახსოვრდე იმ ახალგაზრდას რომ იქნებ რაღაცაში წაეშველოს, იქნებ წავიდეს მერე და გალაქტიონი თავიდან წაიკითხოს, ბარათაშვილი, ილია, ტერენტი, ტიციანი და ეს ჩვენი გენიოსები და მურმანი და მუხრანი და შოთანიშნიანიძე და ვისაც ვკითხულობ 18 პოეტის ლექსებს ვკითხულობ. ხო და მე ხიდი უნდა ვიყო. ოღონ ემოციური. ის კი არა რომ აი მე რამდენი ლექსი ვიცი. 100 ლექსამდე ვკითხულობ. ეს არის არ არის მთავარი. შენ რას გადაცემ ამ ლექსით? აი ეს არის მთავარი. ერთ რაღაც გავიხსენე ბატონო მურმან, პატარა ვიყავი, როდესაც გადიოდა სერიალი სახლი ძველუბანში. კი ბატონო. ვახუშტის მეშინოდა ძალიან. ნუ უკვე კარგად ვითამაშია. უზომოდ მეშინოდა თქვენი პერსონაჟის და არ მახსოვს პირველ რიგს რაღაც გადაცემა იყო, სადაც თქვენ კითხულობდით ჩქარი მატარებელი შოთანიშნიანიძე ახსენეთ და მამამ დამიძახა და დამსვა. აი მოусმინე. ის ადამიანი ვახუშტიში რო გეშინია არის ესო. კარგად აუხსნია. და იმის მერე, აი მართლა სულ სხვანაირად ვახუშტის აღარ მეშინოდა უკვე. გოგომოდის ატიტუდური აბა ვერია. გოგომოდის ბუგაზე ჩემი საყვარელია. ხარით ვაქვს ლოყაზე ezum kai hobe sai ekoneba bolibos ekoneba bolibos ეს არის სახიობი რომელიც ბოროტი კი ვერ ითამაშებს ბოროტი უნდა ითამაშოს სხვა რომ აგიცნოს რა ბატონ მურმან მამაზე თუ იცით რომელიმე ლექსი ჩვენ რომ მოვძებნეთ ქლივიძეს მიხეილ ქლივიძეს ქონდა ქლივიძის ლექსია სულ იმას დავდობთ ხოლმე რომ მამაზე ლექსები არ არისო მე და არა ეს საერთოდ ძალიან მიყვარს პოეტი კაცების ლექსების კითხვა. კაცი უფრო განაზოგადებს სიტუაციას. ნუ მით უმეტეს გალაქტიონი და ბარათაშვილი და ელია. მე უფრო მთლიანობაში მოვწოვს, აი როდესაც პოეტი განაზოგადებს რამე მოვლენას, რამე ამბავს და არა ისე კონკრეტული. იქ მამაც ჩადის და წინაპართაგან წავიდა ყველა და დედაც არის, მამაც არის, ბებიაც, ბაბუაც, ჩემი კოლეგებიც
ვინც აღარ არიან ჩემი ამხანაგები ხო ის ყოველ წავიდა ყველა აი ერთ ფრაზაში აკეთებს გალაქტიონო წინა პარტაგან წავიდა ყველა და უცბად ვერ გადა ეხლა სხვა ხალხის ისმის აქრია ეხლა ეს ცხოვრება ეს უფრო სწორია ვიდრე კონკრეტულად დედაზე მამაზე იქ დედაც ახსოვს მე მაყურებელი თუ მე სწორედ და კარგად გადავცემ ახსენდება ყველა თავის ახლოველი და წინაპარი ეს უფრო სწორია ხელოვნებას არ უყვარს ნატურალიზმი ბატონო მურმან ბევრი დიდი მსახიობი ახსენეთ და თუ სწორად მახსოვს ჯერ კიდევ სტუდენტი იყავით როცა ვასო გოძიაშვილის პარტნიორობა მოგიხსენებთ აი თუ გაიხსენებთ მაშინ ემოციებს თუ ნერვიულობდით როგორი პარტნიორი იყო ბატონი ვასო გოძიაშვილი რეპეტიციებზე როგორი იყო ეს ძალიან საინტერესოა ახლა წარმოგიდგენია ვასო გოძიაშვილი და შენ მის შვილს თამაშობ ეხლა თუ ოდნავ გული და ტვინი გაქვს ემოცია გაქვს როგორ შეიძლება ეს არ გაგიჟდე ამაზე და არ მაგრამ იქვე არის მეორეც რომ მე ის გვერდით რახან ვარ რომ ძალიან არ ჩამოვრჩე რომ ვასო კარგი იყო მაგრამ ჯინორია ესეც არ შემიძლია შენი ახალი რახან ახალგაზრდა ვიყავი ახალგაზრდული რაღაცა უნდა შეიტანო ურთიერთობაში და მით უმეტეს მამას თამაშობს ეხლა მაშინ მამა ჩემი ცოცხალი იყო და კიდე ის ქონდა და მე რო ნახა მამამ და დედამ გაგიჟდნენ რომ ვაიმე ვასო გივიბერიკაშვილი ზაზალებანიზე რა ვიცი მე დიდებულ სახეობებთან მქონდა ურთიერთობა რამაზე ეროსი ავის გურამ საღარაძე ვინ ჩამოგითვალოთ ყველასთან მაქვს ან პატარაებზე ედიშერ მაღალაშვილი რა ვიცი კარლოს საკანდელიძე გოგი გეგეჭყორი უზურპასესი ადამიანი სოფიკო კოტე რა ვიცი ყველასთან და აგერ ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი და იქაც ბიჭები სოყალანი სპორტსმენები იყვნენ მიშა სალაძე და რა ვიცი კარგი რამეა რა რეპეტიციაზე მომხდარა ისე რომ ვასო გოძიაშვილი გაბრაზებულა რამეზე კი როგორ არა ვასო ერთი ვაგენი სოყალანი ესე და ადვილად სამოძერო ხალხი არ არის იმიტომ რომ ის თავისი გამოცდილება ნიჭი უკვე იმას ეუბნება ეხლა მახსოვს ეხლა გივისთან სცენა ქონდა რომ რა დაემართაო ისა მაშიკოსო და რაცო მამა ჩემს რა მოგდაო რა გივი ეუბნება მას რა ქვია ვასოს და ეხლა სანამ ვიცვამდით რა გადაღება უნდა დაწყოთ გივჯან მისუნე რომ მეტყვი რომ აი მაშიკო გარდაიცვალა მე უცბად გული წამევაო და შენ დამიჭერეო რა არ დავარდეო კი ბატონო ვასო იქნება ხუთიანზე და მოვიდა ახლა ეს ეპიზოდი ვიღებთ და რო უთხრა ახლა გივიმ რომ და მაშიკო ესე დავიდა ვაი და ვასო და დააყენებდა აბაყენ ვაი და მეორეჯერაც გააკეთა უკვე ის კი არ გაჩერდა უკვე აი ნიჭიერი კაცი რა მე დავა კიდე მოუმატა და მოუმატა აი ეს არის რა აი ეს იქ ხდება რაღაცა და მე გივიც მაგარი იყო და იმ წუთში აიწყდა და ამ დროს სცენა გამოვიდა კარგი და რა ვიცი ყველას გავიდა 50 წელი 75 წელს არის გადაღებული 74-ში და 15-ში გამოვიდა თებერვალს დღემდე ერთ-ერთი მოსაფერებელი მაქვს ბატონ მურმან მეუღლეზე მაშიკო სულიკო მაგას რა დამოვიწყეს ეგ ბავშვობიდან მაშიკო სულიკო თქვენ როგორი ემოციაც გქონდათ როდესაც ვასო გოძიაშვილთან ერთად დადექით სცენაზე იმიტომ რომ ლეგენდასთან ერთად იყავთ ბევრი სტუდენტი
სტუდენტისთვის ზუსტად იგივე იქნება თქვენთან ერთად სცენაზე დგომა. ალბათ, თუ ცდილობთ ხოლმე რომ რაღაცით აუცილებლად, აუცილებლად მე როცა დიდ სცენაზე როცა სპექტაკლი უნდა ეხლა რა ვქ, მაგრამ იქ ყოველთვის რაღაცას ვეუბნები რა, იქნებ ურჩევ რაღაცას, რა ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან. მე ერთმა მსახიობამ მითხრა იქ 12 განრისხებული მამაკაცი ასეთი სპექტაკლი იყო და 12-ვე არ გავდივარ სცენით და სულ იქა ვარ. ხო და ერთი მეუბნება ახალგაზრდა რომ აი სულ გიყურებ ხოლმეო რა. აი ახლა რას გააკეთებს, ეს არის სწავლა. შეუძლია უყურებ იმას, ის რას აკეთებს, რამაზი, ეროსი, ვასო, თალ ხარ ჩემ როლში და თალ ხო იმ ატმოსფეროში ხარ. ის არ უნდა ის მეორე ისა მხატვარი რო ხატავს მე ხო გადის გვერდზე და უყურებს ცოტა მწვანებს ზედმეტი ან დაუმატო წითელი ან ესეა იქაც იქვე მიმდინარეობს ამ პროცესში როგორ ვარიაციებს გააკეთებ პარტნიორი და გამომდინარე და აი როცა შენ ცოტათი უფროსი ხარ მეტი გამოცდილება გაქვს ნიჭზე აღარ არის ლაპარაკი გამოცდილება უნდა აიღო უფროსისგან და ალბათ იღებდნენ. მე თან ვეტყოდი ეს ასე ჯობია რაღაცას ის. და მიხეილ თუმანიშვილი იყო თქვენი პედაგოგი, რომელსგანაც სწორედ ასე ისწავლეთ, რომ რასაც ამბობდა ის კი არა, როგორ იქცეოდა, რა მითითებებს გვაძლევდა, იქიდან სწავლობდიო ნათქვამი. კი, ყველაფერი. აი დროს სწორედ ბატონი ვიშა რუსთაველის თეატრიდან გამოუშვეს და 50 წლის იყო. 50 წლის. და ჩვენი ჯგუფი იყო მასთან და რეჟისორები და მსახიობები ერთად სწავლობდით. მიშა თუმანიშვილის სტუდენტები ერთად ვიყავით. თელ თავის, ესე იგი, საწვავს ჩვენთან ხარჯავდა. და ეს იყო, რა ვიცი, აი, როგორ სალფეტს რო დააგდებ წყალზე და რო აისრუდავს. აი ესე ვიყავი რა. რა ეს რას მეუნება ეს. იცი რა, მე ბატონი მიშა ძალიან სახერად ყმებოდა თეატრის შესახებ, მსახიობის ხელოვნების შესახებ, რეჟისურას. აი ეს უფრო საინტერესო იყო, ვიდრე რეპეტიციებს რო გავდიოდით. იმიტომ რომ ის შენ წარმოსახვაში სხვანაირად იბარტყებდა, როცა ის გელაპარაკება. ვიდრე ის როდესაც უკვე სცენაზე ხარ და რეპეტიციას გადიხარ. მაშინ შენ ის უნდა გამოიყენო, რასაც ლაპარაკობდა მანამდე. კაცრი იყო. კაცრი კი ბატონო, კაცრიც იყო. ყველაფერი 10-ზე ყოლდა. ბატონო და განთლიანად იყო განათლებული. მაგი, ვისთანაც მე ურთიერთობა როვიკოს სტურვა, აუ, ისიც ესე და ძალიან ბევრ კარგი გიგა ლორთქიფანიძე კინოში ორ ფილმში ვარ მასთან ნამუშევარი უდიდესი ხალხი იყო რა ვიცი ბატონო მურვან ზრდასრულ ადამიანებს რატომღაც გვიჭირს ან არ გვინდა ხოლმე პატარებისგან რაღაცის სწავლა თქვენ თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ აი სტუდენტისგან ახალგაზრდა დამწყები მსახიობისგან გისწავლია როგორ ესე იგი რა ბრიყვე უნდა იყო რომ შეხედავ ახალგაზრდას რაღაცას აკეთებს და ის არ გაგაოცოს. თუ გაოცების უნარი არ აქვს, ვერაფერს ვერ შეიძლება. უნდა გაოცდე, ვახ, როგორ აკეთებს ამას. რა კარგია. იმიტომ რომ ის თავის თაობიდან მოდის. იმას სხვა შეგრძნებები აქვს. ემოცია შეიძლება ერთი და იგივე იყოს, სიყვარული ის, მაგრამ რაღაცა ნიუანსებია, როდესაც ყველა თაობას თავისი აქვს და ეს როგორ არ უნდა დაინახო. ის კი არა ხე რომელსაც უყურებს სოფელში 50 წელი შეიძლება 50 წელს უფრო ყველაერად დაინახო ის. თუ არ აქვს ამის ულარი დარიხარ მაშინ რა აზრი აქვს. თუ შენ მზის ჩასვლა და ამოსვლა ყოველთვის ვახ ეს რა მოხდა ხალხი ღამე ვერ დაიზინებ და რო გაათენებ რა ხდება როგორ გაათენე ფიქრში და მერე მორალებანიზეს რიბირაბო რო არის ხო ფერით რიბირაბო ბატონო მურმან 100 მეტი როლი გაქვთ შესრულებული თეატრში, კინოში, თეატრში და ტელევიზიაში
მარლი სულიც იყავით, ჰამლეტიც იყავით, დონ ჟუანიც იყავით. მაყურებელი მოდის აღფრთოვანებულია და მიდის ბედნიერი, ვაი მურმანჯინორია ვნახე და საოცარი იყო სცენაზე. მაგრამ არ ვიცით ჩვენ აი აქამდე როგორ მიდიხართ. რამდენი ძალისხმევა გჭირდებათ ამისთვის? რთული ამ სახეობა და აი ასე დახარჯვა ძალიან რთული. ჯერ ერთი უნდა გიყვარდეს ძალიან. თორე სატანჯველი იმდენია ეს როგორ არ გამოგდის, ეს რომ მე რეზულტატში ხარ და რომ გამოხვალ სცენაზე, იქამდე რამდენი იწვალე. იქამდე რამდენი იფიქრე. ჰამლეტს როცა აკეთებ, ან დონ ჟუანს იმ დროს კი არ აკეთებ. ის მთელი შენი იქამდე რაც გამოცდები, იმას კრებ და მე აკეთებ. და ის არ უნდა დაგავიწყდეს რა არის სახეობის ოსტატობა. შენ უკვე ოსტატად კი არ უნდა გამოხვიდე, არამედ როგორც დებიუტანტ. ვახ, ეს როგორ და აი ეს ბალახი ყოველ წელიწადს ამოდის, მაგრამ ის გაზაფხულზე არის საოცრება, არა პირველად რო ამოდის. არა რაღაცა და აი ესევე უნდა იყოს სახეობი. ახლა რამდენჯერ მაქვს 151-ით ვითამაშე ეს ჩემი მონოსპექტაკლი, ხარი მწყურია. 11 წელს ადრეც ხომ მქონდა ეს პოეზიის სხვადასხვა ვარიაციებით ვაკეთებ, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის, ხო, დასიმღერეთ ყდები, აქ იყო ბედისწერა გვიხსნის მარად პირველად იქიდან. ხო და ეს სულ ყველაფერი როგორც ბალახი ამოდის და შევახ გაზაფხული მოვიდა, ისევე უნდა იყოს შენი ყოველი გამოსვლა სცენაზე. იმიტომ რომ ის მაყურებელი იმას ელოდება გაზაფხულს. როდესაც გაიღვიძებს ბუნება, როდესაც სიცოცხლე კიდე ერთი გაზაფხულს მოვა არის. ერთი კარგი ისა ქუთაისლები მღერია ბიჭები რადიოში ხშირად უსმენ ქართულ სიმღერებს და ესეთი ტექსტი ნეტა ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს რანაირი გაზაფხული მოვა. გენია მანანაჩიშვილის ლექსია. ხო, მაგარია რა, ახლა არ ვიცი ვისი დაწერილია ეს ტექსტი, მაგრამ თან მელოდიასაც რომ ამბობს, ის ემატება ეს იმ რატო არ მე რომ მელოდიას ვაძლევ, ფრაზებს, სიტყვებს, რიტმებს, მუსიკასთან მინდა დავაახლოვო, იმიტომ რომ მუსიკა ყველაზე უფრო ძლიერი ზემოქმედია ადამიანის წარმოსახვას. მაგ ლექსში არის ერთი ფრაზა ასეთი, რომ ან ატამი ემსგავსება ისევ ქორწილინა გამოქცეულ ასულს. ძალიან მომწონს შედარება. არა, ესე იგი უნდა ყველაფერში უნდა გაოცებას აი ეს უნდა არის თუ არა გაქვს გაოცები. სხვათა შორის მიშოს სიძემღერის მაგ სიმღერას ბატონო მურმა. ხო რა, ვაფშე აი უთხარი მაგრები ხართ. მანუჩარ ყობახიძე მოკითხვა აქ. ბატონო მურმა, ისეთი როლი თუ ქონიათ, რომელიც არ მოგწონდათ, მაგრამ ნუ მაინც ბევრი არ მოგწონს, მაგრამ ვიცი რა შეასახმე. მასტერი, ოსტატი, მაშინა ხარ რომ ეს რა ახლა დონ ჟუანი და ჰამლეტი და კენტი მაგ დათამაშე და უცბად შეიძლება ესეთი ძალიან ხო სადისა და მაგრამ იქ შენ თუ ახლა შენ რო გეშინოდა იმ როლის ის რო არ გააკეთო ამ სახლის ველუმრად ძალიან მეშინდა მაშინ როგორ გამოვაჩინო მე რომ ეს ინტელიგენტი კაცი ვისაც მე ვთავაშობ რომელიც ექიმია თუ რაღაცა არის რა ბოროტია ხულა ამოხსნა ესა კაც ამიტომ მე მივდივარ სათქმელზე აი როგორ შეიძლება იყოს ინტელიგენტი კაცი ბოროტი და არ უნდა იყოს ინტელიგენტი კაცი წერალი კაცი ექიმი კაცი და ყველა პროფესიის ადამიანი ბოროტი აი ამის იყოს სათქმელი როლს აქვს თავისი სათქმელი მამოძრავებელს ეტყვიან მოტივაციას ეტყვიან მე ისე არ გამოვალ ერთ ლექს არ ვკითხულობ აი ახლა თქვენ ხო ნახეთ რამდენი ლექსი იყო ამის უკან მე არ მქონდეს რატო ვამბობ ამას შენ თუ რატომ ამბობ არიცი ემოციურად მაშინ ის არ მიდის მაყურებლამდე თუ არ მიდის არაფერი არ ახარ მაშინ ხარ დეკორაცია სკამის ნატურა და არაფერი ბატონო ურბან არაჩვეულებრივ ლექსებს ვკითხულობ თქვენ თვითონ თუ გიცდიათ არ გიწერიათ ლექსი არა ახლა ნუ ალბათ შემიძლია რომ დავждდე და რაღაცა გავრითმო მაგრამ არა
როგორ შეიძლება აი ასეთ ლექსები არსებობს და შენ თუ რაღაცა ახალი ეს ხო ჩემი პროფესია არ არის ჩემი ეს არის მაგრამ მე რო ამას ვკითხულობ ის მაყურებელ უნდა თქვას ეს ცოტა სხვანაირად ვკითხულობს ამ ლექსებს ვიდრე ის მსახიობი ვიდრე ის მსახიობი ქალი ანის შენ სხვა ჯერ ერთი 90% ისეთ ლექსებს ვკითხულობ მანამდე რომ არ იკითხებოდა ესტრადაზე რადიოში ტელევიზიით მე სხვა აიღებს და იმას გაიმეორებს და მე ბატონი გურამი ჩემი პედაგოგის არც ერთ ლექსს არ ვკითხულობ ის მას რაც ქონდა ესეთ პროგრამაში ხო სილაჟვარდი ანუარდი სილაჟ ხო როგორ კითხულობდა ვიყვარხარ ძლიერ ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი და რა უამრავი იეთემ გურჯიშის არ ვკითხულობ თუ ხარ შენ ხელოვანი და ინდივიდი როგორ 10 ტომი აქვს დაწერილი გალაქტიოს ნახე რა სხვა მაგრამ რაღაცა ფრაზები თქვა მე და ღამესაც გურამი ბრწყინვალე იქიდან მაქვს ფრაზები მე კომბინაციებს რო ვაკეთებ რა რო ვკრიბავ სხვადასხვა ლექსები იმიტომ რომ მინდა იქ რაღაცა ვთქვა ისეთი რაც მე ძალიან მაღელვებს თორე იმას არ წავიკითხავ და ახლა ზოგიერთი ჩემგან გაიგებენ გურამისგან იმით და იმ ლექსს წაიკითხავს არ არის სწორი ან ისეულად წაიკითხო რომ შენ ახალი ელფერი მიცე კი ბატონო ვალ თაწმენდის თვარეს გალაქტიონი კითხულობს და მე ვკითხულობ მაგრამ გალაქტიონმა როგორ მოკვდებოდა ხო არ იცოდა მე ხო ვიცი ესე იგი მე იმ პროცესს ვაკეთებ როგორ მიდის რომ გაფრინდება იქ ბატონო აი ამთავრებ ახლა რაღაც ჩაწერა და 15 წუთში გამოვალ შეიძლება ხო თქვენ წამოხვედით ხო კაი ნელა არიჩქაროთ მე ახავარ და კაი ხო 15 წუთში მზად ვიქნებ კაი მამა და დამერეგე აჰა გოგო შვილმა უნდა მოგაკითხოთ? შვილმა უნდა მოგაკითხოთ? შვილმა და ცოლმა. ეს რო დავტოვოთ და არ ამოვჭრათ შეიძლება? შვილმა რო დაგირეკათ ახლა რო დავტოვოთ და არ ამოვჭრათ შეიძლება? აბა. ხო, კაი იქნება. სანამ კითხვას დასვა, ბატონო მურვან, ერთ პატარა ამბავს მოყვები, რომ ზაფხულში რაღაც ცოტა კამათებით მოგვიდა მე და ჩემი უღლეს და ცოტა უთანხმოება ქონდა. არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და თქვენ სპექტაკლზე ადრევე გქონდა ნაყიდი ბილეთი და მაინც არ გავაცნეთ და მოვედით. ორივე სპექტაკლზე და სპექტაკლიდან წავედით შერიგებულად. აუ, აბა შენა ღმერთმა, მეტი ჩემი ფუნქცია არაფერი, ხელოვნება, აი ეს არის. აი აბსოლუტურად დაგვავიწყდა ყველაფერი და ხელი-ხელი ჩაკიდებული წავედი. გაიხარე. აბა რა, ეს არის ხელოვნება. აი ეს არის რომ რატო ნერვიულობ მეტყვიან ხოლმე სახში. ამდენჯერ წაგიტყული იმიტომ ნერვიულობ რომ აი ეს უნდა დაემართოს რაც თქვენ მეუღლეს დაემართო. ნერვიულობთ ხოლმე ეს სპექტაკლი? აუცილებლად. მართლა? აუ თუ არ ნერვიულობ არ ახარ ხელოვანი. მსახიობი არ ახარ. მე ნერვიულობა იმას კი არ ნიშნავს მე რო გამოხვალ და მაგრამ იქამდე ის ნერვიულობა არის სამზადის. რომ შენი გრადუსზე ყავდეს სულიერი სამყარო რომ შენ მზად ახარ ახლა ეს სიტყვა ესე თქვა რომ წინაპართიდან წავიდა ყველა. უნდა თქვა რაღაცა რა ის და აი ამაზე ნერვიულობ, ამას სწორად ვიტყვი თუ არა. ნუ მე ვამბობ ახლა რამდენი ლექსია, მაგრამ სიგარეტი მთხოვა. ხო რა კარგია, ხო რა. არაფერი არ არის. ვეულები ახლა ამ დროს მაყურებელს რომ აი ესეთი თბილისი იყო რა. მოდი რა ახლა რა გინდა შენი ხარესხა იმის პოზიცია საქართველოს გიყვარდეს და ვიღაცა უცნობი კაცი სიგარეტი მოგცა მოუყიდეთ და ძმა გახდა უცნობ. აი ეს არის სათქმელი. ეს არის სათქმელი. დილის ვინში ვერისინზე მოვიდა. თომა რანკარია თომა გადამოვიდა ოდიშის მოხდა გამაჩერა
სიგარეტები მივად გაიხარა გაცმა მოვიდეთ რადგან რომ გავამორე გულის სკერზე დათვა სხვა მადლობა რადროა უკითხა მეუთხარი ხუთი იყო დილის ხიდზე დავჭი ის გავიდა გალმა შეუძახა თბილის და გეგენი ვერის შემოასწავლა. ბატონო, ქალიშვილმა დაგირეკათ, ახლა მეც ქალიშვილების მამა ვარ. დიახ. გარდატეხის ასაკშია უფროსი და უმცროსი მალე იქნება. რა რჩევას მომცემთ, როგორც გოგონების მამას, გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით და მერეც რა უნდა გავითვალისწინო, რას მივაქციო ყურადღება? თავარი ის არის, რომ ის გრძნობდეს, რომ შენ განიცდი მის მომავალს. ამას როცა იგრძნობს შვილი, რაღაცა ლაგდება. რომ მაშინ ესე იგი თუ მეტყვის, არა მამა ეტყვის შენ. არა რა, მე მგონი ჯობია რომ იქ არ წახვიდე. რატო და მერე წავიდეს. ის უკვე ნაბარტყია, ის უკვე ჩათესილია იქა. იქნებ მერე შენმა გაამართლოს, ვახ მამა რომ მითხრაო, როგორც ორი გამოდგაო. ეს არის თორე. ეხლა მახსოვს, მე აზემოვდი მე რომ სკოლაში და ისევ სწავლობდი და იქ რომ ეტყოდნენ ჩემი დედა და ჩემი დედიკო და მამიკო. ეხლა მახსოვს. ასე ჩვენ ვალდებულები ვართ მშობლები, რომ ჩვენ უთხრა ჩვენი ვარი, მაგრამ ასე კი არა. არა ეს ასე არ შეიძლება. მით უმეტეს 21 საუკუნეში არ არის ეს. მე ასე მგონია. ის უკვე წავიდა იქ. მერე ის თვითონ გაშიფრავს. ამ იმ დროს თუ არა 5 წლის შემდეგ და ამეთი ვიზრდებით, ვზრდით ჩვენს შემდეგ თაობას. პირველად რომ ნახეთ ჩემი შვილი ხელშიო დავიკავე. ვინმეს რო ეკითხა რას გრძნობო ვერ ვიტყოდი. ვერ არის. აი ეს ემოციები გახსოვთ თქვენ ქალიშვილი რომ ემოციები გახსოვთ ქალიშვილი პირველად რომ ნახეთ, პირველად რომ დაიწყო. თითები აქვს. პირველად რომ აქვს. ის ხუთი თითი. ამოწმებდი. ხო, თვალეს მიყურებს, ხედავ, ჯერ ვერ ხედავს, მაგრამ ნერვიულობ, აბა როგორ არის. კაცო, ის კი არა რო დაიბადება ლეკვი რო ყავს და როგორ ეფოფინება, როგორ ლოკავს, ან ბოჩოლა რო დაიბადება, ძროხა როგორ ეს არის თელი ის არის, რა ვიცი, ვერ ახსნე ამას. ვერ ახსნე. მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ეს ასეა. ერთ-ერთი ძალიან საოცარი მოგონება რა მაქვს ცისიშვილებთან. პატარა ხელი როხს ეხა თითს რომ მოკიდებს ხოლმე ნეკათიც ესე რომ და შენც რომ ბედნიერი ხარო შვილს ხელი როხს ჩაკიდებული. აი ძალიან მაგარია. ბატონო, თქვენი შვილისთვის თუ წაგიკითხავთ ლექსი? კი, წამიკითხავსა, ჩემს საღამოებზე ხშირად არის ხოლმე და თუ არის ჩემს საღამოზე ის როა ტიციანეს ნინა, ჩემო ნინა, მანდაბაის იმას შევხედავ ხოლმე. გათხოვება ხო არ გინდა. ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება ხომ არ გინდა. გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა მე რა მინდა. რა ვიცი, იცი ყოველთვის უნდა ნახო იმ წამიერი გამღიზიანებელი რა არის. ერთი არის შენ რო გაქვთ უკვე ეს რატო ამბობ ამლებ. და მეორე იქ რა ხდება იმ წამს. იმიტომ ვახ ამიატაკზე ხო ეროსის დადიოდა და მეც ამ სცენაზე ვდგა. ერთი წამი უნდა დაიჭირო. რამაზისთან ერთად ახარ თამაშობდი და მეც ახლას ღმერთო დილის ვინჩი და იტყვი ვერე ლექს. უფრო სწორი იქნები. უფრო მართალი იქნები შენ სათქმელთან და ემოციასთან.
ბატონო მურმან, მაგლექსით შემიყვარდით მე მიარღნები და პოეტები და დღეს რომ მოვედით, ზუსტად მაგლექს ამბობდით თქვენ და აი ისეთი საოცრება იყო. ახლა რამდენიც დაიწყეთ ლექსი, დარწმუნებულია ლადოსაც ოცნებათ აქვს რომ იქნება გააგრძელოსო და ერთი სტროფი მაინც რომ რაღაცა თუ შეიძლება და ბოდიშს ვიხდი 1000. გალაქტიონი პირდაპირ არ ამბობდა თავის სათქმას. პირდაპირ ასეთ ზოგს უყვარს ხოლმე ეს იმდენად ძლიერი ტიპი იყო, რომ ანზოგადებდა თავის ტკივილებს. აი რომ ქონდა დიდი წინააღმდეგობა თავის მეუღლესთან, პირველ მეუღლესთან, ოლია უკუჯავასთან, ის პირწავარდნილი მატერიალისტი იყო, ბოლშევიკი და ისა, ეს კიდე სისხორცეულად იდეალისტი. ახლა როგორია ალბათი ურთიერთობა და ალბათ იყო რაღაცა წინააღმდეგობები და ბევრი ვიცი, მაგრამ ახლა არ ვიწვი და დაწერა უცბად ჰამლეტის ქნარი, ასეთი ლექსი. და ახლა უყურე ამ მატერიალს ოფელიაც მამის დაუჯერა და თავის ძმას ლაერტს და ურთიერთობა დაიძაბა რაღაცა და როგორც იქა გააიგივა ოფელია იმასთან ოლიასთან ამაოა თლად ცხოვრება დრტვინვის წუთის ოფელია წადი მონასტერში ოფელია ტკბილი ნანა სულ თხარე უბედოვა ხატსაჩვენე და მაშორალი სული გული მონასტერში მოასვენე მაშორს უტვერი შორს მიწა ის ცის ვარ მყოფელია წადი მონასტერში ოფელია ძალიან დიდი ხო ხედავ იმიტომ გითხარით ის ურთიერთობა რომ სწორედ ის იმალ ჰამლეტის ქნარში თქვა თავისი პირადული ტკივი. წეღამძანეთ ბატონო მურმან. არ გინდა 15 წუთი არ გავიდა. კი. და პატარა სტრიქოში რამდენი რაღაცის ჩატევა შეიძლება და სპექტაკლსაც რომ მუხრანის ლექსით რო ასრულებთ ხოლმე. რა კარგად ჩანს? აბარა ერთ გალაქტიოს თვითონ უწერია. შეიძლება ერთმა სიტყვამ, ერთმა ფრაზამ უფრო მეტი მოგცეს ემოციურად. ამის აღმოჩნდა. ვიდრე მთელმა ლექსმა. კი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. გაიხარეთ, მადლობა ჩვენს მეგობრებს უთი ფაუერს და ბეზიგასამართი ქსელს connects და მადლობა თქვენ. გაიხარეთ. ეს დღე არ დამოვიწყდება, არ დაგვავიწყდება არც ერთ დარწმუნებული ვარ, უღრმესი მადლობა, დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენ. პატივისცემა თქვენ და ძალიან დიდი სიყვარული. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ, როგორმე უნდა შევეშველოთ ახალგაზრდებს, რომ არ იგზნონ მათ რომ ისინი არიან მარტოდ. როგორც ილია ამბობს, სიკვდილის არ მეშინია ოღონდ ისე რომ გრძნობდნენო ჩვენი შემდეგი თაობა, ჩვენ როგორ ვფიქრობდით მასზე და ახლა ჩემო კარგო ქვეყანაში არის ყველაფერი, წვრილ-სვრილი წამოგესწრნენ, ახლა ახალგაზრდები მაგრები არიან, კარგები არიან, წამოგესწრნენ, ნაზარდლი, გულტკიცები, მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები 150 წლის წინ დაწერილი დღეს არის როგორც წამალი. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. აბა, წარმატებები. და მის შუქში გაფრული
სულცის მარიუთმუშას თეთრად მოელვარე არასდროს არ ყოფილი ასე ნაზი მთვარე არ ჩემს ახლო აკაკის ზრუნს ზინავს მე ქორწილი აკაცთა ეს სასაფლაოს ვარდი და გვირილი ეფინება ვარსკვლავების ჯომა ფიარული ვარათაშულს ათურვა დაობლაციანული და მეც მოვკვდე სიმღერებში წვის ზევდიან ჯედად ოღონდ თვალ ღამე სულში როგორ ჩაიხედა თუ სიზმარმავის შეიცვლა ცალკე ხელი და გაშალა ოცნებათა ლურჯი ალთრები თუ სიმღერის სიახლოვე როგორ ასწავლებს მომავდავის ჯედის საათთა ვარდებ და ჩანჩქერებ თუ როგორ ბზნო რომ სულისთვის ვარ რომ დაგა სიკვდილის გზანა სპარტის ფრენს გადა რომ ამაზე საფარია გოსა ციტომანე რომ არადროს არ მოგელა სეჩუი რამე რომ არჩი მომეწყოთ საფო სიკვდილის ვეგებები რომ მეგდელა და right? Чагарадрус, ар попила, тварь я ты, она.